გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. სანამ დავიწყებდეთ ვებინარს, თუ შეგიძლიათ რომ ჩატში მოიწეროთ, რამდენად კარგად ისმის ჩემი ხმა. ყველას გესმით? ვინც კი ბატონო, დავალოდოთ სულ რამდენიმე წუთი და დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი ვებინარი თემაზე Unify-ის ეკოსისტემა და უწყვეტი კორპორატიული ქსელის ტოპოლოგია. ზუსტად ერთი წუთი დავალოდოთ და შეგვიძლია დავიწყოთ. კარგი, დავიწყოთ და ალბათ ნელ-ნელა შემოგვიერთდებიან სხვა ადამიანებიც დღევანდელ ვებინარზე. პირველ რიგში მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მე ვარ გურამ მაჭარაძე, Intelcom ჯგუფის ქსელის ინჟინერი და დღევანდელი ჩვენი ვებინარის თემა იქნება Unify-ის ეკოსისტემა და უწყვეტი კორპორატიული ქსელის ტოპოლოგია. განვიხილავთ აქ რა უპირატესობას გვაძლევს, როდესაც ქსელს ვაწყობთ Unify-ის ეკოსისტემაზე და რა უპირატესობები აქვს, ესე რომ ვთქვათ, Unify-ის ეკოსისტემას სხვა სტანდარტულ ქსელებთან შედარებით. ასევე ასევე გვექნება გათამაშება ვებინარის ბოლოს ტრადიციულად, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე და უკვე მივეჩვიეთ ალბათ, ხო, რომ ყოველი ვებინარის ბოლოს გვაქვს გათამაშება. გათამაშების სტრუქტურა იქნება ესეთი, რომ დავსვავ კითხვას და ვინც სწორად უპასუხებს, პირველი, ვინც ყველას დაასწრებს და იქნება ყველაზე სწრაფი და სწორად უპასუხებს დასმულ კითხვას, რა თქმა უნდა, ის მიიღებს საჩუქარს და ამჯერად საჩუქარი იქნება Unify-ის switch. კი ბატონო, უბრალოდ სანამ გათამაშებამდე მივალთ და სანამ კიდევ ერთხელ მივიწყოთ ჩვენს ვებინარს, უნდა გაგიგითხრათ ის, რომ ჩატი იქნება ყოველთვის აქტიური მთელი ვებინარის განმავლობაში და შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, ჩატში დასვათ სხვა ნებისმიერი თქვენთვის კითხვა, ნებისმიერი კითხვა თქვენთვის საინტერესო საკითხზე და შესაბამისად უკვე ვებინარის ბოლოს გავიაროთ ერთად და გავეცნოთ და შევეცდები უპასუხო ყველა თქვენგანის მიერ დასმულ კითხვას. უბრალოდ კიდევ გაგაფრთხილებთ, როდესაც უშუალოდ გათამაშება იქნება, სანამ გათამაშების წინ უფრო სწორად გაგაფრთხილებთ ისევ ამ თემასთან დაკავშირებით, თუმცა თხოვნა მექნება, რომ როდესაც გათამაშების კითხვა გამოჩნდება ეკრანზე და თქვენ დაწერთ, ესე რომ ვთქვათ, სწორ პასუხებს თქვენს ჩატში, მიაქციეთ ყურადღება, რომ ეს იყოს public ჩატი, რომ ყველას გამოუჩნდეს ეს თქვენი გაცემული პასუხი და არა უშუალოდ პირად მიმოწერაზე, ესე რომ ვთქვათ, არ გავამახვილოთ ყურადღება. კი ბატონო, დავიწყოთ ჩვენი ვებინარი და ჩვენი ვებინარის თემა, როგორც ვთქვით, არის სანამ თვალოთ ჩვენი ვებინარის თემას გადავალთ, მოდით განვიხილოთ ერთ-ერთ ჩვენთვის უკვე ვინც ჩვენ ვებინარებს ესწრებათ, ყველასთვის კარგად ნაცნობი თემა ქსელის იერარქიული სტრუქტურა. ერთ-ერთ ვებინარზე ჩვენ განვიხილეთ ზუსტად ეს სტრუქტურა და ავხსენით უშუალოდ რა უპირატესობები გქონდა ამ კონკრეტულ ქსელს და რა ფუნქციები და რა შესაძლებლობებს მაძლევდა თუ ქსელი დაიგეგმებოდა ზუსტად ესეთი პრინციპი. ანუ საუბარია ქსელის იერარქიულ სტრუქტურაზე, სადაც გამოყოფილი მაქვს ჩვეულებრივი access-ი, distribution და cordon-ი. თუმცა ამ დღესაც კიდევ ერთხელ შევეხებით ამ კონკრეტულ სტრუქტურას, უფრო დეტალურად გავივლით რა ხდება თითოეულ მათგანზე, რომ შემდეგ, როდესაც გადავალთ და განვიხილოთ უშუალოდ Unify-ის ეკოსისტემას და რა უპირატესობებს მაძლევს ეს Unify-ის ეკოსისტემა, ხო, იქ უფრო დეტალურად განვიხილოთ და ვნახოთ რა უპირატესობები აქვს ამ ყველაფერს.
დავიწყოთ ჩვენი ქსელის იერარქიული სტრუქტურის განხილვა და ვთქვათ, რომ პირველ რიგში რაც თქვენთვისაც ალბათ სურათიდან კარგად ჩანს, რომ ქსელის იერარქიული სტრუქტურა გულისხმობს იმას, რომ ქსელში მაქვს სამი მნიშვნელოვანი დონე. ეს არის access დონე, მეორე არის distribution დონე და მესამე არის core დონე. მოდი ვთქვათ თითოეულ დონეზე რა ხდება და რა კონკრეტული ფუნქცია მოვალეობა აქვს თითოეულ დონეზე. access დონეზე ერთდებიან ეგრეთ წოდებული საბოლოო მოწყობილობები და შესაბამისად access დონე არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ მიერთდეს ქსელში ჩვენი end device-ები, როგორიც არის მაგალითად კომპიუტერები, ტელეფონები, Wi-Fi-ის access point-ები და ასე შემდეგ. ასევე ამ დონეზე და ეს დონე არის პასუხისმგებელი ეგრეთ წოდებულ ქსელის სეგმენტაციაზე, ანუ რასაც VLAN-ებს ვეძებთ, ხო? ანუ ამ დონეზე ხდება VLAN-ების გამოყოფა და ხდება ის, რომ სხვადასხვა მოწყობილობა ჩაჯდეს და მოხდეს სხვადასხვა მისთვის შესაბამის ფერის და შესაბამის VLAN-ში და რა თქმა უნდა ამ დონეზე ეს დონე არის ესე ვთქვათ ყველაზე ქვედა დონე და ამ დონიდანვე ასევე უნდა უზრუნველყოთ ისიც რომ დავიცვათ ქსელის უსაფრთხოება. გაიგულისხმება ქსელის უსაფრთხოებაში, მოდი ამაზეაც ორი სიტყვით ვთქვათ, ქსელის უსაფრთხოებაში იგულისხმება ის, რომ ჩვენთვის არასასურველი მოწყობილობა არ მოხდეს ქსელში, ამიტომ დაცული უნდა გქონდეს ეგრეთ წოდებული თუ საჭიროება არის, რა თქმა უნდა, გამოვიყენოთ ეგრეთ წოდებული port security, ხო? და რა თქმა უნდა, ჩვენთვის არასასურველი პორტები, რომლებსაც არ ვიყენებთ ან არ მოიყენება იმ კონკრეტული მომენტისთვის, აუცილებლად უნდა იყოს შათიშული. ეს არის, ესე ვთქვათ, პირველი მარტივი უსაფრთხოების წესი, რაც უნდა დავიცვათ access დონეზე. შემდეგი დონე ეს უკვე არის distribution დონე და distribution დონეს მთავარი ფუნქცია და მთავარი მოვალეობა არის რა? რომ ჩვენ access დონეზე დაგენერირებული ტრაფიკის შეჯამება მოახდინოს. აქ ხდება ეგრეთ წოდებული inter-VLAN routing-ი, VLAN-ებს შორის კომუნიკაცია, ასევე ტრაფიკის ფილტრაცია VLAN-ებს შორის. ხდება წვდომების განსაზღვრა, რომელ VLAN-ს რომელ VLAN-თან უნდა კონდეს წვდომა და ასე შემდეგ. ასევე ხდება quality of service-ების განსაზღვრა. იმ შემთხვევაში თუ რა თქმა უნდა ჩვენი ქსელი საჭიროებს ამ ყველაფერს. და შემდეგი და ბოლო დონე ეს გვაქვს უკვე core დონე და core დონის მთავარი ფუნქცია არის რა? რომ ჩვენი შიდა სეგმენტი, ანუ ზონა კავშირი მოახდინოს, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენი შიდა სტრუქტურა, ანუ ჩვენი ქსელი დაუკავშირდეს service provider-ების ქსელს. შესაბამისად, აი ამ დონეზე მოდის უშუალოდ მთავარი დაცვის მექანიზმი, რომელიც გულისხმობს იმის, რომ გარე საფრთხეებისგან ზუსტად აი ეს დონე გარე საფრთხეებისგან დაიცვას ქსელი, ეს დონე არის პასუხისმგებელი. შესაბამისად, აქ უნდა გქონდეს მკაცრად გაწერილი ყველა უსაფრთხოების წესი და ყველა უსაფრთხოების პოლიტიკა. ზუსტად უნდა ვიცოდეთ ეს დონე რომელ კონკრეტულ ტრაფიკს დაუშვებს ან რომელ კონკრეტულ ტრაფიკს შემოატარებს ჩვენს ქსელის შიგნით და ასევე შესაძლებელია მოხდეს ისეც, რომ აი ამ დონის, ან distribution დონის ფუნქცია იყოს კიდევ ერთი რამ, დამატებით ერთი რამ, ეს არის DHCP სერვერი, ხო? ანუ ქსელში ზოგადად, როდესაც გვჭირდება IP მისამართების ავტომატური დარიგება, რა თქმა უნდა, საჭიროებს ეს ყველაფერი საჭიროებს DHCP სერვერს. ეს ალბათ უკვე ყველამ კარგად ვიცით. შესაბამისად, DHCP სერვერში ჩვენ შეგვიძლია განვათავსოთ როგორც core დონეზე, ასევე შეგვიძლია განვათავსოთ distribution დონეზე. და ეს დამოკიდებული არის უშუალოდ ჩვენს მოთხოვნებაზე და ზოგადად ქსელის სტრუქტურაზე, როგორი სტრუქტურით ვატყობ ქსელს. თუ დავაკვირდებით ნახას ჩვენ ნახაში core და distribution დონის მოწყობილობები არიან ეგრეთ წოდებული დუბლირებულ რეჟიმში. ანუ მუშაობენ აქტივი ან აქტივ პასივ მდგომარეობაში, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ რომელიმე მოწყობილობა ან core დონეზე ან distribution დონეზე გაითიშა, მეორე მოწყობილობა იმ წამსვე შეითავსებს პირველი მოწყობილობის ფუნქციას და ქსელი გააგრძელებს მუშაობას ყოველგვარი შეფერხების გარეშე.
ხო, ეს მოწყობილობები, ანუ core და distribution დონის მოწყობილობები ზოგადად როგორც წესი და განვიხილავთ ხოლმე და ადრეც ვისაუბრეთ ამ თემაზე, რომ ეს ამ დონის მოწყობილობები არიან უფრო კრიტიკული დონის მოწყობილობები და ამ კრიტიკული დონის მოწყობილობებში იგულისხმება ის, რომ მათი რომელიმე მათგანის ან distribution დონის ან core დონის წყობრიდან გამოსვლა სრულიად ქსელის გაჩერებას იწვევს. ამიტომ არის ზუსტად ის ტექნოლოგია, რაზეც ახლა ვისაუბრეთ საჭირო, ხო? ანუ მოწყობილობების დუბლირება, ამიტომაც არის საჭირო, რომ რომელიმე მოწყობილობის გათიშვის ან რომელიმე ლინკის ჩავარდნის შემთხვევაში მთლიანი ქსელი არ გაგვეთიშოს. იმისთვის, რომ ეს კონკრეტული სტრუქტურა ავაწყოთ და მივიღოთ ჩვენ ქსელის იერარქიული სტრუქტურა, საჭიროა გამოვიყენოთ რამდენიმე ანუ შესაძლოა დაგვჭირდეს რამდენიმე მნიშვნელოვანი პროტოკოლის გამოყენება და ერთ-ერთი პროტოკოლი ეს არის virtual router redundancy protocol, ანუ ყველასთვის კარგად ნაცნობი VRRP. რა ფუნქციონალი აქვს ახლა VRRP-ს და როგორ მუშაობს? VRRP-ის შემთხვევაში ჩვენ ესე ვთქვათ, ჩვენ გვაქვს ორი დუბლირებული layer 3 დონის მოწყობილობა ზედა მხარეს, ხოლო ქვემოთ მხარეს უკვე წითლად რასაც ხედავთ, ხო, ქვედა access დონეზე გვაქვს ჩვეულებრივი layer 2 დონის switch. ამ layer 2 დონის switch-ზე შესაძლოა იყოს შექმნილი VLAN-ები, ხო, და ამ VLAN-ების gateway უნდა იყოს ან პირველი layer 3 დონის switch-ი, ან მეორე. სტრუქტურა რომ ავაწყოთ ესეთი მიმდევრობით, მაგალითად, რომ gateway იყოს პირველი switch-ი, ჩვენ სქემაში ჩასმული პირველი switch-ი, ამ შემთხვევაში თუ ეს კონკრეტული switch-ი დაზიანდა, მოხდება შემდეგი რაღაც, ხო, რომ მე ხელით მომიწევს ყველა მოწყობილობის გადართვა უკვე მეორე switch-ზე, ანუ ყველა მოწყობილობაზე gateway-ის შეცვლა მომიწევს ხელით. თუმცა ეს რა თქმა უნდა არ არის არც კომფორტული და არც სწორი გადაწყვეტა, იმიტომ რომ ასეთ კონკრეტულ მომენტში რა თქმა უნდა ქსელზე წყვეტა მექნება და რაღაც კონკრეტული დროით რა თქმა უნდა მოწყობილობები ვერ დაუკავშირდებიან ქსელს. შესაბამისად აი ესეთი დისკომფორტი რომ არ მივიღოთ და ესეთი წყვეტებისგან რომ თავი ავარიდოთ, ზუსტად აი ამაში გვეხმარება ჩვენი VRRP პროტოკოლი. VRRP პროტოკოლის მუშაობის პრინციპი არის ესეთი. ზედა upstream device-ებზე, ანუ აი ამ ჩვენ launch device-ზე, იქნება ეგრეთ წოდებული ვირტუალური роутერი. ეს ვირტუალური роутერი, ამ ვირტუალურ роуტერზე გაიწერება IP მისამართი და ეს IP მისამართი იქნება ჩვენი access დონეზე მიერთებული მოწყობილობების gateway. მუშაობის პრინციპი იქნება ესეთი. ვირტუალური роутერი განთავსდება ეგრეთ წოდებულ აქტიურ роуტერზე, და შესაბამისად ტრაფიკის მთლიან ნაწილს მიიღებს აქტიური роутერი სრულად და გაატარებს და დაამუშავებს ამ ტრაფიკს. თუ რა თქმა უნდა, უკვე ეს აქტიური роутერი გაიჩიშა ან გამოვიდა მწყობრიდან, ამ შემთხვევაში ჩვენი ვირტუალური роутერი ავტომატურად გადახდება ესე ვთქვათ stand-by რეჟიმში მყოფ роуტერზე და უკვე ის роутერი გახდება აქტიური და შესაბამისად მთლიანი ტრაფიკის გატარებას დაიწყებს უკვე მეორე ანუ stand-by რეჟიმში მყოფი роутერი. თან ეს მოხდება ზუსტად ისე, რომ არანაირი წყვეტა არ მექნება ამ კონკრეტულ მომენტში ქსელში, ან მექნება მინიმალურ დონეზე ეს კონკრეტული წყვეტა. რა თქმა უნდა, ამ პროტოკოლს როგორც თქვით აქვს თავის დადებითი მხარე, რომ ქსელზე გადართვა ხდება ავტომატურად, თუმცა აქვს თავისი უარყოფითი მხარეც. პირველ რიგში რაც უნდა ვთქვათ, ის არის რომ როგორც პირველი, ასევე მეორე layer 3 დონის მოწყობილობის კონფიგურაცია უნდა იყოს იდენტური. ანუ უნდა მქონდეს იდენტური კონფიგურაცია. შესაბამისად, როდესაც ერთ роуტერზე რაღაც ან ერთ მოწყობილობა layer 3 დონის მოწყობილობაზე რაღაცას შევცვლი, მიცი კონფიგურაცია ანუ მომიწევს მეორე роуტერს, რადგან virtual VRRP არ უზრუნველყოფს ამ ყველაფრის სინქრონიზაციას, ან კონფიგურაციის სინქრონიზაციას VRRP პროტოკოლი არ უზრუნველყოფს არც ერთ შემთხვევაში. შესაბამისად მომიწევს, როგორც გითხარით, რაღაცა ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, როგორც ერთი კონკრეტული მოწყობილობაზე ჩავასწორო და გავაკეთო ის ცვლილება, ასევე მეორე მოწყობილობაზე. შემდეგი ფუნქცია არის რის საშუალებითაც შემიძლია
რომელი ფუნქცია შემიძლია გამოვიყენო იერარქიული ქსელის სტრუქტურის მოწყობაში, ეს არის switching stack. მარტივად რო ვთქვათ, ეს სტეკირება რა არის? ამ შემთხვევაში ორი კონკრეტული switch-ი ერთმანეთს უკავშირდება ეგრეთ წოდებული stacking კაბელის საშუალებით და შესაბამისად downstream-ში copy switch-ისთვის, ამ შემთხვევაში აი ამ კონკრეტული layer 2 დონის switch-ისთვის, ზედა switch-ები ჩანს როგორც ერთი და იდეაშიაც ფუნქციონირებს როგორც ერთი. ამ კონკრეტულ სიტუაციაში ორივე switch-ის, ანუ ზედა upstream switch-ების ორივე switch-ი, ესე ვთქვათ, data და control plane ერთიანდება და შესაბამისად ვიღებთ იმას, რომ ორი switch-ის მაგივრად ვიღებთ ერთ switch-ს და შესაბამისად აი ეს ტოპოლოგიაც გამორიცხავს იმას, რომ ამ ტოპოლოგიის ერთ-ერთი უპირატესობა რაც არის, რომ თუ მარტივად ვთქვათ, ამ ტოპოლოგიის საშუალებით და ამ ტექნოლოგიის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია სრულად გამოვიწყოთ ქსელში ეგრეთ წოდებული spanning tree პროტოკოლის არსებობა. იმიტომ რომ რადგან ქვედა switch-ი ზედა switch-ებს დაინახავს როგორც ერთს და რეალურადაც რო ისე იქნება როგორც ერთი, ხო, შესაბამისად აქ უკვე spanning trees გამოყენება აღარ იქნება საჭირო და უბრალოდ ჩვენ switch-ებს შორის შეგვიძლია ავაწყოთ ეგრეთ წოდებული link aggregation პროტოკოლი, ანუ LACP პროტოკოლი ავაწყოთ. შემდეგი ფუნქცია და ფუნქცია ეს არის MLAG ტექნოლოგია, ან შეიძლება თქვენ ცნობილი იყოს როგორც MC-LAG ტოპოლოგია. ამ შემთხვევაშიც სტრუქტურა თითქოს იგივე გვაქვს, რაც ჰქონდა სტეკირების შემთხვევაში, ანუ ზედა ორი switch-ი არის ეგრეთ წოდებული ზედა ან upstream ორი switch-ი, ანუ layers ამ დონის მოწყობილობები, აი ამ კონკრეტული ნახაზის მიხედვით, ხო? ჩანს ქვედა switch-ისთვის როგორც ერთი და შესაბამისად უკვე აქ შემიძლია ქვედა switch-ზე, ანუ access tone switch-ზე ჩვეულებრივად დავაწყო LACP პროტოკოლის port channel-ი და აი ეს კონკრეტული ტოპოლოგიაც და ტექნოლოგიაც მორიცხავს სრულად spanning trees არსებობას. მუშაობის პრინციპი MC-LAG-ის შემთხვევაში გვაქვს ესეთი, ზედა ორი switch-ი ერთმანეთთან დაკავშირებულები იქნებიან peer link-ის საშუალებით და ამ peer link-ის საშუალებით ეს ორი switch-ი მოახდენენ ეგრეთ წოდებულ MAC მისამართების სინქრონიზაციას და ერთმანეთთან, რა თქმა უნდა, კომუნიკაციასაც. ასევე აქ ესეთი კონკრეტულ ამ ტოპოლოგიაში შეიძლება შეგვხვდეს ეგეთი მცნება, რასაც ვეძახით ჩვენ load balancing-ს, ანუ ეს გულისხმობს რას, რომ ტრაფიკი არ ივლის ყოველთვის ერთი კონკრეტული switch-ის მიმართულებით. ამ კონკრეტულ ტექნოლოგიაში და ტოპოლოგიაში ორივე switch-ი არის აქტიური და შესაძლებლად ეს კონკრეტული ტოპოლოგია მიზრდის ეგრეთ წოდებულ ქსელის პერფორმანსს, ანუ ორივე switch-ის რესურსიდან ვიყენებ ამ კონკრეტულ სიტუაციაში. უბრალოდ სტეკირებისგან განსხვავებით, აქ რა პირობი მოგსახეთ, სტეკირებისგან განსხვავებით, switch, ანუ MLAG PR1 და MLAG PR2-ს არ აქვთ ერთი control plane. ორივე იმართება ინდივიდუალურად და თუ რაღაცა ცვლილების განხორციელება მჭირდება ქსელში, ამ შემთხვევაში ჯერ უნდა შევცვალო პირველ სიტყვაზე ვამბობ, ჯერ უნდა შევცვალო პირველ switch-ზე, ხოლო მეორე switch-ზე, შემდეგ უკვე მეორე switch-ზე. აქაც რა თქმა უნდა, switch-ებს შორის, ანუ PR1-სა და PR2-ს შორის უნდა იყოს იდენტური კონფიგურაცია. და ამ კონკრეტული შემთხვევის დროსაც, რა თქმა უნდა, არ ხდება არანაირი კონფიგურაციის სინქრონიზაცია და ჩვენ თუ გვინდა რომ MLAG ტექნოლოგიამ გამართულად იმუშაოს, თუ რაღაცა კონკრეტული ცვლილება დაფიქსირდება ერთ switch-ზე, იგივე ცვლილება უნდა განახორციელოთ მეორე switch-ზეც. Link aggregation protocol. Link aggregation protocol, ეგრეთ წოდებული LACP, უკვე საშუალებას გვაძლევს, რომ რამდენიმე ლინკი ავიღოთ და გავაერთიანოთ ისინი როგორც ერთ ლოგიკურ მოვაქციოთ ისინი ერთ ლოგიკურ ლინკში და შესაბამისად, რა თქმა უნდა, გავზარდოთ არა მარტო ლინკის და კავშირის გამყარუნარიანობა, ასევე გავზარდოთ მისი დავაზღვიოთ ეს კონკრეტული ლინკი და კავშირი. რას გულისხმობ მაგალითად,
აი ამ კონკრეტულ სიტუაციაში სევიდ გვაქვს ორი upstream switch-ი და ქვემოთ გვაქვს ერთი downstream switch-ი, ეგრეთ წოდებული access switch-ი ამ შემთხვევაში, ხო? თუ დავაკვირდებით, access switch-ი ზედა დონის switch-ებთან დაკავშირებულია ორ-ორი კაბელით და ორი ან შეიძლება მეტი connection-ი გქონდეს, ხო? გააჩნია თვითონ უბრალოდ ტექნოლოგიას და ტოპოლოგიას. შეიძლება გქონდეს 2, 4 8-ც კი, ხო? 8 და 8 ლინკი გქონდეს მოწყობილობებს შორის, კავშირი გქონდეს. ამ შემთხვევაში მე შემიძლია ეს ყველა ლინკი შევკრიბო ერთად და გავაერთიანო და მივიღებ იმას, რომ ეს ყველა ლინკი წარმოდგენილი იქნება როგორც ერთი კონკრეტული ლინკი და შესაბამისად და გავზრდი როგორც გამტარუნარიანობას და ასევე გავზრდი რას და დავაზღვევ კავშირსაც. სტანდარტულ სპანინგთისთან შედარებით აქ რა ხდება, რატომ იზრდება გამტარუნარიანობა? იმიტომ რომ ეს ყველა ლინკი, რომლებიც მე ერთ LACP ჯგუფში გავსვი, წარმოდგენილი იქნება როგორც ერთი კავშირი, ანუ ერთი ვირტუალური, ანუ ერთი ლოგიკური კავშირი. შესაბამისად, არც ერთი პორტი არ გადავა არც ბლოკინგში და არც რაიმე მსგავსი პრობლემა არ შემექმნება და გაიზრდება, რა თქმა უნდა, გამტარუნარიანობა. უბრალოდ წარმოვიდგეთ ისე, რომ სიტყვაზე თუ მაქვს მაგალითად 4 კაბელი და მე დავაერთებ რა ავიღებ 4 გიგაბიტიან პორტს, გამტარობა აუცილებლად მექნება 20 გიგაბიტი. და ეგრე არ არის რა, რეალურად გამტარობა რაღაცა რაოდენობის მერე თავიდან რა თქმა უნდა ორმაგდება, ანუ ორი ლინკის შემთხვევაში ორმაგდება, თუ მაქვს მაგალითად გიგაბიტიანი ლინკები და ორივეს გავაერთიანებ ერთი LACP ჯგუფის ქვეშ, გამტარობა მექნება 2 გიგაბიტი, მაგრამ რაც უფრო იზრდება ლინკების რაოდენობა და კავშირების რაოდენობა, რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ პროპორციულად არ იზრდება და როგორ იზრდება თითოეული ლინკის გამტარუნარიანობა, ხო? გაერთებების რაოდენობის მიხედვით, ამის შესახებ თქვენ შეგიძლიათ უშუალოდ ცხრილში ნახოთ თვითონ კონკრეტულად ამ პროტოკოლის მუშაობის პრინციპს. ამ პროტოკოლის მუშაობის ცხრილში ჩახედოთ და მოიძიოთ ეს ინფორმაცია. შემდეგი მნიშვნელოვანი თემა, რაც ჩვენ გვეხმარება იმაში, რომ ჩვენი ქსელი მაღალ საიმედოობის ქსელი შევქმნათ, ეს არის ეგრეთ წოდებული load balancing. Load balancing რას გულისხმობს? Load balancing გულისხმობს იმას, რომ მოვახდინოთ ქსელის დატვირთვის გადანაწილება. რაც რაშიც იგულისხმება ის, რომ შეიძლება სხვადასხვა ორგანიზაციას ჰქონდეს 1 ან 1, 2 ან 3 პროვაიდერი, ხო? სტანდარტულ შემთხვევაში ეს პროვაიდერები მუშაობენ ხოლმე active backup-ის პრინციპით. რაც გულისხმობს იმას, რომ თუ ორი პროვაიდერი მყავს, ერთი არის აქტიური, ხოლო მეორე არის backup-ში მყოფი. თუ პირველი ჩავარდა, ამ შემთხვევაში მეორე პროვაიდერი გააგრძელებს უკვე მუშაობას. თუმცა უკვე დღესდღეობით მე და ჩვენ ტექნოლოგიები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გარდა failover-ისა, ასევე ეს პროვაიდერები გამოვიყენოთ ეგრეთ წოდებულ და გამოვიყენოთ load balancer-ებს, ანუ გავაკეთოთ ეგრეთ წოდებული load balancing. რაც გულისხმობს იმას, რომ ტრაფიკის რაღაცა ნაწილი გავუშვათ ერთი სერვის პროვაიდერის მხარეს, ტრაფიკის მეორე ნაწილი გავუშვათ მეორე სერვის პროვაიდერის მხარეს, ასევე ამასთან ერთად ვამუშავოთ failover-იც და ამით მივიღებთ რას, რომ თუ მაგალითად პირველი სერვის პროვაიდერის სიჩქარე მაქვს 20 მეგაბიტი და მეორე სერვის პროვაიდერის სიჩქარე მაქვს 20 მეგაბიტი, თუ მე გამოვიყენებ და ვამუშავებ ეგრეთ წოდებულ load balancing-ის საშუალებით, ამ შემთხვევაში სიჩქარეს მივიღებ არა 20 და მექნება არა 20 მეგაბიტი, არამედ მექნება 40 მეგაბიტი. უბრალოდ იმ კონკრეტულ სიტუაციაში, როდესაც ერთი პროვაიდერი გაითიშება, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა სიჩქარე დამივარდება და მექნება მხოლოდ ის 20 მეგაბიტი, რასაც რეალურად ერთი პროვაიდერი მაწვდის. დღესდღეობით, რადგან ქსელის ზომა ნელ-ნელა უფრო ფართოვდება და ყველა ორგანიზაციას და ორგანიზაციებს აქვს იმის საჭიროება, რომ სხვადასხვა სერვისებთან და სხვადასხვა ობიექტებთან ჰქონდეთ ეგრეთ წოდებული დაშორებული კავშირი. ამის ამ ყველაფრის მართვა და ამ ყველაფრის აწყობა, ესე ვთქვათ, ჩვენ შეიძლება გავაკეთოთ ეგრეთ წოდებული VPN-ების დახმარებით
ან შესაძლებელია გამოვიყენოთ ეგრეთ წოდებული MPLS ქსელი, ხო? თუმცა აქ პრობლემა არის რა, რომ MPLS საკმაოდ ძვირადღირებულია და ძვირადღირებული ტექნოლოგიაა, ხოლო ხშირ შემთხვევაში, როდესაც მე ქსელში მაქვს რამდენიმე ბრენჩი, ანუ რამდენიმე ოფისი, რომელთანაც მე კავშირი მინდა, VPN ტუნელების მართვა და ამის შემდეგ ამ VPN ტუნელებში ტრაფიკის ზუსტად ისე რომელიმე routine პროტოკოლით ზუსტად ისე მიღება და განანაწილება საკმაოდ რთულია ხოლმე. ამიტომ დღესდღეობით ჩვენ და უკვე ყველა თითქმის ყველა დიდი ორგანიზაცია, ვისაც ამის საშუალება აქვს, გადასულია ეგრეთ წოდებულ SD-WAN ტექნოლოგიას. რას გულისხმობს SD-WAN ტექნოლოგია? SD-WAN ტექნოლოგიის საშუალებით მე შემიძლია და ორგანიზაციებს შეუძლიათ დააკავშირონ და აწყონ სხვადასხვა რაოდენობის კავშირი სხვადასხვა ბრენჩებს შორის და აქ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა არის ის, რომ საერთოდ არ აქვს როგორი ტიპის ქსელი გაქვს რაღაც კონკრეტულ ლოკაციას. ანუ გულისხმობ რას ნახეთ? გულისხმობ რას? იმას, რომ მაგალითად რაღაც ბრენჩზე შეიძლება მე მქონდეს LTE connection-ი, რაღაც ბრენჩზე მე შეიძლება მქონდეს სიტყვაზე DSL კავშირი და ასე შემდეგ. აი, ამ SD-WAN-ისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ის ეგრეთ წოდებულ overlay ტექნოლოგიას იყენებს იმისთვის, რომ სხვადასხვა ბრენჩები ერთმანეთს დაუკავშიროს და მათ შორის რაღაც კონკრეტული ინფორმაცია გაიცნოს. ასევე SD-WAN-ის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია ძალიან მარტივად ვაკონტროლოთ ჩვენი ტრაფიკი და ვმართოთ მაგალითად რომელი აპლიკაცია, რომელი ამ სერვის პროვაიდერით გავიდეს, შევამოწმოთ დატვირთვა და ასე შემდეგ. ანუ საკმაოდ მოქნილი ტექნოლოგიაა იმისთვის, რომ ჩვენი WAN ქსელი ვმართოთ და ჩვენი ფართომასშტაბიანი ქსელი ავაწყოთ და გავმართოთ სწორად. მოდით ცოტა სიღრმისეულად ჩავიხედოთ ახლა ჩვენი SD-WAN-ის მუშაობის SD-WAN-ის თითოეულ კომპონენტში. SD-WAN ზოგადად შედგება რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტისგან. ეს არის vSmart კონტროლერი, vBoundary, vManager-ი და ასევე გვაქვს ეგრეთ წოდებული vEdge-ები. vEdge-ები არიან ის დევაისები, რომლებიც უკავშირდებიან ეგრეთ წოდებულ SD-WAN კონტროლერს და მათი მართვა ხდება ზუსტად აქედან. vBoundary-ის მთავარი ფუნქცია არის რა? vBoundary-ის მთავარი ფუნქცია არის, რომ დაიკავშიროს ეგრეთ წოდებული vEdge რაუტერები და შესაბამისად მოახდინოს მათი ანუ დაიკავშიროს და მოახდინოს მათი აუდენტიფიკაცია ქსელში. vSmart-ის მთავარი ფუნქცია ამ შემთხვევაში არის ის, რომ ჩვენს მიერ განხორციელებული კონფიგურაცია, პოლისები და სხვადასხვა გადაწყვეტები დაფუძნოს ეგრეთ დაფუძნოს ჩვენს edge device-ებს. ასევე გვაქვს ჩვენ vManager-ი, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვაკონტროლოთ ჩვენი ანუ ავაწყოთ ჩვენი ქსელის კონფიგურაცია, ასევე შეიძლება ქსელში ვქონდეს vAnalyzer-ი, სადაც ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ სრული ინფორმაცია ჩვენს ქსელში ჩართულ სხვადასხვა მოწყობილობებზე და რაც მთავარია, SD-WAN-ს შეიძლება გქონდეს ესე და აქვს უფრო სწორად GUI ინტერფეისი, რაც საშუალებას გვაძლევს იმის, რომ გრაფიკულად დავინახოთ სრულიად და გრაფიკულად შევხედოთ ჩვენი ქსელის სრიან განვახორციელოთ ჩვენი ქსელის სრიანი მონიტორინგი და რა თქმა უნდა კონფიგურაციაც. ეს იყო რაც უნდა მეთქვა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მაღალი საიმედოობის ქსელზე, რაზეც უნდა მესაუბრა. მოდი ახლა განვიხილოთ უშუალოდ რა გადაწყვეტებს მაძლევს აი ამ კონკრეტული მიმართულებით ჩვენი Ubiquity-ის აპარატურა და მოწყობილობები. პირველ რიგში, რასაც უნდა შევეხოთ, ეს არის ეგრეთ წოდებული shadow mode. მოდით ვთქვათ ახლა ეს რას წარმოადგენს ეს shadow mode. shadow mode არის და მუშაობს ზუსტად იგივე პრინციპით და იგივე მექანიზმით, როგორც hierarchy მუშაობდა. ანუ გვაქვს ორი რაუტერი, ერთი გვაქვს აუცილებლად აქტიური, მეორე გვაქვს
backup რეჟიმში მყოფი, და ასევე იქნება ვირტუალური გეითვეი, რომელიც ებმება აქტიურ რაუტერს, ხოლო თუ აქტიური გაითიშა, მერე უკვე ავტომატურად ხდება გადართვა უკვე ბექაპზე, ხო? და აქტიური ბექაპი რაუტერი გახდება აქტიური და გააგრძელებს მუშაობას. უბრალოდ სტანდარტული იერარქიისგან განსხვავებით, Shadow mode, რომელიც არის Ubiquiti ჩაშენებული, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ მოხდეს კონფიგურაციის სინქრონიზაცია, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ რომელიმე მოწყობილობაზე შევცვლით კონფიგურაციას, ეს კონფიგურაცია ავტომატურად დაიფუშება მეორე backup routers. შესაბამისად, ის პრობლემა, რომ კონფიგურაციებს შორის მისმატჩი გქონდეს, ანუ სხვაობა გქონდეს, უკვე Shadow mode-ის შემთხვევაში უკვე აღარ არსებობს ესეთი პრობლემა. შემდეგი არის ასევე switch-ების სტეკირება. აქაც როგორც ვთქვით, Ubiquiti-ს გააჩნია switch-ების სტეკირების ფუნქციაც. უბრალოდ enterprise დონის მოწყობილობებზე, enterprise switch-ებზე უпроსტად. სხვაობა რა არის და როგორ ხდება switch-ების სტეკირება? ამ კონკრეტულ შემთხვევაში Ubiquiti switch-ებს არ გააჩნიათ რამე კონკრეტული stack პორტები, ან stack კაბელები, მათი სტეკირება კეთდება SFP პორტების საშუალებით და აი აგერ მაგალითად თქვენ ხედავთ, რომ თითოეულ მოდელს აქვს 4 ცალი SFP მოდულის ჩასაყენებელი პორტი და აი ამ პორტების საშუალებით ჩვენ შეგვიძლია ავაწყოთ switch-ებს შორის სტეკი. მაქსიმუმი რაოდენობა, რაც ჩვენ შეგვიძლია დავსტეკოთ და გამოვიყენოთ, ეს არის 8, ანუ მაქსიმუმ 8 switch-ი შეგვიძლია გადავაერთოთ ერთად და 8 switch-ი ჩავსვათ სტეკი. შემდეგი ტექნოლოგია, რაც უშუალოდ Ubiquiti-ს გააჩნია და ესეც ზუსტად იდენტურად მუშაობს, როგორც სტანდარტული MCLAC-ი, ხო? ეს არის, ესე რომ ვთქვათ, MLAC ტექნოლოგია და ამაზე უკვე საკმაოდ ბევრი ვისაუბრე და აქაც სტრუქტურა არის ზუსტად ისეთი, ხო? რომ მაქვს ორი upper დონის switch-ი, upper layer switch-ი, ხოლო ქვემოთ მაქვს რაღაც ქვედა დონის switch-ი. ხო, მაგალითად access დონის switch-ი, ეს access დონის switch-ი არის დაკავშირებული ორივე ზედა დონის switch-ებთან და შესაბამისად ეს access დონის switch-ი ხედავს ზედა ორ დონეს, ისე როგორც ერთ დონის. და შესაბამისად აქ უკვე ხდება ეგრეთ წოდებული load balancing-ი, არ ჭირდება არანაირი spanning tree, ან რომელიმე პორტის ბლოკირება და შესაბამისად მეზდება როგორც გამტარუნარიანობა, ასევე ქსელის წარმადობაც. აუცილებლად უნდა ვისაუბროთ load balancing-ზეც და მოდი ვთქვათ ზოგადად როგორ ხდება load balancing-ი. სტანდარტულ შემთხვევებში რაუტერებზე და ზოგადად ქსელურ მოწყობილობებზე, თუ მინდა მე ორ WAN შორის ავაწყო load balancing-ი, აუცილებელი არის და სტრუქტურა დაახლოებით ყველა მოწყობილობაზე არის იგივე. ჯერ მე მარკირება უნდა გავუკეთო რაღაც კონკრეტულ ტრაფიკს. მერე რა თქმა უნდა ეს ტრაფიკი უნდა მოვნიშნო, ანუ მარკირების მერე უნდა მივაბარო რაღაცა კონკრეტულ კავშირს და შესაბამისად ეს კავშირი მივაბა მერე რაღაც კონკრეტულ პროვაიდერს. ხო, აი ძალიან უჭირებული მაგალითი რომ მოვიყვანო. თუმცა აი ესეთ დონის load balancing-ს რაც ამ კონკრეტული შემთხვევისთვის მე ავხსერე, აქვს რამდენიმე უარყოფითი მხარე. პირველი უარყოფითი მხარე არის ის, რომ მე ვერ გავმართავ და ვერ მართავ და ვერ განსაზღვრავ იმას, თუ რამდენად დაიტვირთა რაღაც კონკრეტული ლინკი, ანუ რამდენად დაიტვირთა რომელიმე კონკრეტული კავშირი, ხო, ანუ რომელიმე WAN კავშირი. ასევე აქვს უარყოფითი რაღაც, რომ თუ მე მაგალითად სხვადასხვა სიჩქარის პროვაიდერები მყავს, მაგალითად ერთი პროვაიდერი მათთვის მაგალითისთვის 50 მეგაბიტს, მეორე პროვაიდერი მათთვის მაგალითისთვის 10 მეგაბიტს, ამ შემთხვევაში როგორ უნდა გავაკეთო load balancing-ი, ხო? ანუ ეს ყველაფერი ცოტათი ართულებს, ესე რომ ვთქვათ, load balancing-ის კეთებას. Ubiquiti-ის შემთხვევაში ჩვენ UDM Pro მაგალითისთვის ვავიღოთ, UDM Pro-ს აქვს ეგეთი load balancing-ის მეთოდი, სადაც ჩვენ შეგვიძლია პროცენტული გადანაწილება გავაკეთოთ პროვაიდერების. ანუ მე შემიძლია უბრალოდ შევიდე თითოეულ პროვაიდერზე
და გავუწერო რამდენი პროცენტით იყოს ის კონკრეტული პროვაიდერი დატვირთული, ხო? და შესაბამისად უკვე ჩემი UDM Pro პროცესორი განსაზღვრავს ზუსტად ამ ყველაფერს, თუ რომელი კავშირი გაატაროს, იქით რომელი პაკეტები გაუქმოს ერთ პროვაიდერზე, რომელი პაკეტები გამოუქმოს მეორე პროვაიდერზე და ასე შემდეგ. ანუ ჩემი ყოველგვარი ზედმეტი ჩარევის გარეშე, ყოველგვარი პაკეტების მარკირების და მსგავსი რაღაც ფუნქციების ჩართვის გარეშე მე უბრალოდ შემიძლია ჩემს UDM Pro-ზე ან Ubiquiti-ის UDM მოწყობილობებზე უბრალოდ load balancing-ი გავაკეთო ძალიან მარტივად, ხო? და შემიძლია რომ მაგალითად თუ მე მინდა რომ სიტყვაზე 50-50-ზე მივუთითებ, ეს ნიშნავს რომ თანაბრად დაითვირთება ორივე ლინკი. თუ მივუთითებ მაგალითად 60-40-ზე, მაშინ ტრაფიკი უკვე გადანაწილდება 60-40-ზე და ასე შემდეგ. ამას ვაკეთებ ძალიან მარტივად, სულ ორი, ანუ ერთი ღილაკის დაჭერით. უბრალოდ უნდა შევიდე მე one connection-ებში და ამ one connection-ებში მოვნიშნო ეგეთ ჩანართი load balancing. და load balancing-ის შემდეგ, რომელსაც მოვნიშნავ, უკვე აი აქ თქვენ ხედავთ, რომ სურათზე გამიაქტიურდება ეგრეთ წოდებული ორი გამიაქტიურდება მე ესე პროცენტების ჩასაწერი ფილდი, ანუ ჩანართი და უკვე მე შემიძლია ჩემთვის ასურველი პროცენტი და ჩემთვის ასურველი დატვირთვა მივანიჭო ნებისმიერ პროვაიდერს. UDM ასევე რა თქმა უნდა Ubiquiti-საც გააჩნია SD-WAN ტექნოლოგია, თუმცა ეს SD-WAN ტექნოლოგია არ მუშაობს ზუსტად ისე, როგორც წეხან ზევით აღნიშნული ტექნოლოგიაზე საუბრობდით და ვისაუბრეთ, ხო? ამის ეს Ubiquiti-ის SD-WAN ტექნოლოგიაში ყველაფერი თავის vSmart-ი, vSmart-ი, vBond-ი, vAnalyzer-ი და ასე შემდეგ გატანილი აქვს თვითონ Ubiquiti-ის cloud-ზე. ანუ ყველაფერი აი ეს ფუნქცია, რაც აქვს vSmart, vBonds, vAnalyzers, ხო, vManagers არის გატანილი cloud-ზე. და ხდება ვის Unify Site Manager-ის საშუალებით. Unify Site Manager-ი ეს არის ესე რომ ვთქვათ Unify Cloud-ი, სადაც ჩვენ შეგვიძლია მივაბათ ჩვენთვის სასურველი მოწყობილობები, მაგალითად UDM Pro-ები ან რომელიმე სხვა მოწყობილობები და რომელიც რა თქმა უნდა მხარს უჭერს SD-WAN-ს ამ კონკრეტულ სიტუაციაში და მათი მიღმა ხდება ძალიან მარტივად. მიღმა ხდება უბრალოდ მეილის საშუალებით. ჩვენ უნდა შევქმნათ Unify Site Manager-ზე ჩვენი აკაუნთი და შემდეგ რა თქმა უნდა ეს აკაუნთი გავუწეროთ და ეს არსებული user და paroli შევიყვანოთ უშუალოდ ჩვენს Unify-ის მოწყობილობებზე და დავინახავთ რომ ეს მოწყობილობები ავტომატურად გამოგვიჩნდება ჩვენი Unify Site Manager პლატფორმაზე. Unify Site Manager-ზე მე შემიძლია არა რაღაცა კონკრეტული მხოლოდ მოწყობილობები დავამატო, არამედ შემიძლია რაღაც მოწყობილობები დავაჯგუფო რაღაც კონკრეტულ საიტებად, ხო, შეიძლება ორგანიზაციას ჰქონდეს ბევრი საიტი ან ბევრი სხვადასხვა ფილიალი, ხო, და ამ ფილიალებში სხვადასხვა მოწყობილობები ყავდეს, ხო, შემიძლია ამათი დაჯგუფება გავაკეთო Unify Site Manager-ში და შემდეგ რა თქმა უნდა თითოეულ დაჯგუფება მართო შესაბამისად. ასევე ძალიან გამარტივებულია ეგრეთ წოდებული VPN-ების კონფიგურაცია. SD-WAN მენეჯერი, საიტთან მიგროვებული Unify Site Manager-ი მაძლევს ორ კონკრეტულ ფუნქციას, რომელიც შემიძლია გამოვიყენო VPN-ების კონფიგურაციისთვის. ერთი არის hub and spoke ტოპოლოგია და შემდეგი არის უკვე mesh ტოპოლოგია. მოდი ვთქვათ რა არის ამათ შორის სხვაობა და რა პირატეს ანუ რითი განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ერთი ცენტრალური ოფისი, მაგალითად HQ-ან data center-ი და სხვა დანარჩენი საიტები, ანუ spoke-ები, ტუნელების საშუალებით უკავშირდებიან data center-ს. და შესაბამისად, მთლიანი ტრაფიკი აბსოლუტურად, მთლიანი ქსელის ტრაფიკი, თუნდაც საიტებს შორის მოძრაობს data center-ის გამოყენებით, ანუ გავლით უკაცრავად.
data center-ის გავლით. ეს მაძლევს იმის საშუალებას, რომ მე ვაკონტროლო სრული ჩემი ქსელის ტრაფიკი, ასევე მოვახდინო ამ ტრაფიკის ფილტრაცია, მოვახდინო ის, რომ რაღაც კონკრეტულ საიტს არ მივცე რაღაც კონკრეტულ საიტთან დაშლა, უფრო მეტი მონიტორინგის და მენეჯმენტის საშუალებას მაძლევს. რაც შეეხება ტექნოლოგიას, mesh ტექნოლოგიაზე ხდება შემდეგი რაღაცა, რომ ყველა საიტი, ანუ ეს ჩვენი აღნიშნული საიტები, რომლებიც მე შევქმნი ეგრეთ წოდებული Ubiquiti site manager-ზე, ხო, ერთმანეთში ყველასთან აწყობს რაღაცა კონკრეტულ VPN-ებს და აქ რა თქმა უნდა, უპირატესობა ის აქვს, რომ შეიძლება მქონდეს 4 ან მეტი სარეზერვო გზა, ხო, იმიტომ full mesh ტოპოლოგია იწყობა, ყველა ფილიალს ყველასთან აქვს კავშირი, თუმცა უარყოფითი მხარე არის ის, რომ მაგალითად აი ამ კონკრეტულ ტოპოლოგიაში მე არ მაქვს იმის საშუალება, რომ ჩემი ტრაფიკი ვაკონტროლო სრულად. რა თქმა უნდა, ახლა რომელს ავირჩევ, მე hub and spoke-ს ავირჩევ თუ full mesh ტოპოლოგიას ავირჩევ, ეს დამოკიდებულია თვითონ ჩვენი ქსელის სტრუქტურაზე და მექანიზმზე, ხო? თუმცა ორივე საშუალება გვაქვს. უბრალოდ მე არ შემიძლია მაგალითად ერთ კონკრეტულ მაგალითად გამოვიყენო ორივე მათგანი, ანუ hub and spoke-იც გამოვიყენო და mesh ტოპოლოგიაც გამოვიყენო ერთდროულად. ეგეთი რაღაცა ის გაკეთების საშუალება არ მაქვს, ხო? მე შემიძლია გამოვიყენო ან ერთი, ან მეორე ტექნოლოგია. როგორ ხდება, მოდი თქვათ, ამ კონკრეტულ მომენტში გაჩვენებ თუ როგორ ხდება hub and spoke კავშირის და VPN-ების აწყობა სხვადასხვა საიტებს შორის, ხო? კონფიგურაცია ძალიან მარტივია, უნდა შევიდეთ ისევ site manager-ზე, site manager-ში ასევე გვაქვს ესეთი ჩანართი SD-WAN ჩანართი. და როდესაც გადავალთ ამ SD-WAN ჩანართში, ჩვენ ვნახავთ, რომ გვაქვს ორი ვარიანტი, ერთი არის hub and spoke და მეორე mesh. აი აგერ თქვენ შეგიძლიათ შეხედოთ hub and spoke და mesh ჩანართი. თუ ავირჩევ მე hub and spoke-ს, მე შემიძლია რაღაც სახელი დავარქვა, რომელიც ჩემთვის სასურველი იქნება და ამ არაფერი არ იცვლება, ამით უბრალოდ იდენტიფიკაციას ვუკეთებ ამ კონკრეტულ ტოპოლოგიას. შემდეგ ავირჩევ აუცილებლად ტოპოლოგია, ანუ როგორი ტიპის ტოპოლოგია გამოვიყენო. ნახეთ რას ნიშნავს, რომ hub-ი შეიძლება მქონდეს ერთი ან failover-ი მქონდეს, ანუ მქონდეს აქტიური და backup hub-ი, ხო? ან შემიძლია უშუალო customize მიცე, ანუ შემით მივუთითო რა რაოდენობას hub-ების მექნება ქსელში. სტანდარტულად მაქვს single, ან ერთი hub-ი ქსელში, ან failover ორი hub-ი ქსელში, აქტიური და passive. ასევე მე შემიძლია მივუთითო რა VPN ტუნელების რაოდენობა, ან თითოეული spoke-ი hub-თან რამდენ ტუნელს აწყობს. მაგალითად, შემიძლია ავირჩიო მხოლოდ failover-ი მქონდეს, ხო? ან ასევე შემიძლია ავირჩიო, რომ ერთი ტუნელი და ორი დამატებითი redundancy მქონდეს, ან ორი დამატებითი ტუნელი მქონდეს და შემიძლია ავირჩიო მაგალითად 4 redundancy, ან ერთი კონკრეტული ტუნელი და 4 დამატებითი ტუნელი მქონდეს აწყობილი იმისთვის, რომ თუ ერთი ჩავარ და სხვა დანარჩენები იქნებიან აფში და ისინი გააგრძელებენ მუშაობას. შემდეგ უკვე აი აქ არჩევანში ვირჩევთ უშუალოდ hubs, ანუ ვირჩევთ იმ ჩვენ საიტზე მივიდეთ hubs, ხო? უბრალოდ რაც უნდა გავითვალისწინოთ და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა არის ის, რომ თუ მე ვაწყობ hub and spoke ტოპოლოგიას, ამ შემთხვევაში hub-ის მხარეს მე უნდა მქონდეს აუცილებლად public IP მისამართი. ეს არის აუცილებელი და მე. ხოლო საიტების ამ spoke-ების მხარეს მე public IP მისამართი მექნება თუ არ მექნება, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ხო? ან დიდი მნიშვნელობა არ აქვს. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ spoke-ები, ესე რომ ვთქვათ, ავტორიზაციას hub-თან გადიან არა IP მისამართების საშუალებით, არამედ უშუალოდ ჩვენი vSmart Manage-ის საშუალებით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ hub-ზე არის საჭირო, რომ მე მქონდეს public IP მისამართი. რა თქმა უნდა, შემდეგ ვიჩევთ უკვე hubs, თუ ერთ hubs ავირჩევ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში hub-ის failover-ი აღარ მექნება. ხოლო და ამის შემდეგ უკვე ვირჩევ ეგრეთ წოდებულ spoke-ებს. როგორც კი ავირჩევ spoke-ებს და hub-ებს, მივცემ OK-ს და ეს იმას ნიშნავს, რომ
VPN-ები ავტომატურად დაიწყო ჩემს ჰაბებსა და სპოუქებს შორის. რაც შეეხება ახლა რუტინგს. რუტინგს ხო? ანუ აუცილებელია რომ მე ვმართო რა ქსელების შესახებ უნდა მივიღო ინფორმაცია ჰაბზე სპოუქებიდან და რა ქსელების შესახებ უნდა მივიღო ინფორმაცია. ამის კონფიგურაცია ძალიან მარტივია, უბრალოდ ნიშნავ იმ კონკრეტულ ჩეკბოქსებს, სულაც ჩეკბოქსებზე არის დაფუძნებული ტექნოლოგია, ანუ მეთოდი, უბრალოდ მოუნიშნავ და ავირჩევ კონკრეტულ ჩეკბოქსში იმ კონკრეტულ ქსელებს, რომელიც მინდა რომ მაგალითად სპოუქიდან ჰაბს დავუანონსდეს და პირიქით თავიდან სპოუქს დავუანონსდეს და ეს ავტომატურად ყოველგვარი ჩემი ჩარევის გარეშე, რა თქმა უნდა, ერთმანეთს გაუცვლიან ამ კონკრეტული ქსელების შესახებ ინფორმაციას. ასევე საიტ მენეჯერიდან მე შემიძლია მივიღო და გავაკეთო მთლიანი ჩემი ქსელის მონიტორინგი და ვამონიტორო არა მხოლოდ ერთი კონკრეტული მოწყობილობა ან ერთი კონკრეტული საიტი, არამედ სრული ყველა აბსოლუტურად ყველა საიტი შემიძლია ვამონიტორინგო ერთდროულად, მივიღო ყველაზე ინფორმაცია და ასევე შემიძლია რა ვფილტრო უშუალოდ საიტებად და უშუალოდ რაღაც კონკრეტულ საიტზე თუ მაინტერესებს რა ხდება და რა დათვირთვა მაქვს და რა მდგომარეობა მაქვს, მხოლოდ იმ კონკრეტული საიტის ინფორმაცია გამოვიტანო. ასევე სარეზერვო ასლები, ხო? მოგესალმებით, რომ სარეზერვო ასლების გაკეთება ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა არის, როდესაც ქსელის ტოპოლოგიას გეგმავთ, იმიტომ რომ სარეზერვო ასლები გიადვილებს ეგრეთ წოდებულ მარტივად აღვადგინოთ შემდეგ უკვე ჩვენი კონფიგურაცია და მარტივად გავაკეთოთ სრული ქსელის აღდგენა, ან სრული მოწყობილობის აღდგენა და ჩანაცვლება მარტივად გავაკეთოთ, ხო? საიტ მენეჯერი გვაძლევს ზუსტად ამის საშუალებასაც, რომ ჩვენ სარეზერვო ასლები გავაკეთოთ არა მხოლოდ ჩვენს სისტემაში და ჩვენს ლოკალურ სერვერზე, არამედ ჩვენ შეგვიძლია სარეზერვო ასლები გავაკეთოთ ეგრეთ წოდებულ საიტ მენეჯერის cloud-ზე. აქ შეგვიძლია მიუთითოთ და დავაყენოთ ჩვენთვის სასურველი პარამეტრები, რამდენ ხანში ერთხელ გააკეთოს, რომელი მოწყობილობების სარეზერვო ასლები გააკეთოს. ხო, ანუ შეგვიძლია ჩავურთოთ ეგრეთ წოდებული schedulers, რასაც schedulers ეძახიან, ხო? მაგალითად, ამ და ამ დღეს, ამ და ამ საათზე დაიწყეს სარეზერვო ასლების გაკეთება და მსგავსი манипуляციების საშუალება, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს. მოკლედ, მეგობრებო, სულ ეს იყო, რაზეც უნდა ვისაუბრა დღეს და რა ტექნოლოგიებს უნდა გაგვეცნო და მაქსიმალურად შევეცადე რომ დამინახებინა რა პირატისობები შეიძლება გქონდეს თუ ქსელს ჩვენ UB Unify-ის ეკოსისტემაზე ავაწყობთ. და ახლა უკვე არის კითხვების დრო, ვინმეს თუ რაიმე კითხვა აქვს, შეგიძლიათ პირდაპირ ჩატში დამისვათ და რა თქმა უნდა, მე განვიხილოთ და გავარჩიოთ ეს თქვენს მიერ დასმული კითხვები. კარგით, მეგობრებო, აი გადახვიდეთ ჩატს. და ნახოთ რა კითხვები გვაქვს. cloud-ი კითხვა არის ესე, cloud-ი ფასიანია და რამდენი device-ის მიღმა შეიძლება. Unify-ის cloud-ი არ არის ფასიანი, ანუ უფასო არის და უფასოს თუ ესე ვთქვათ, cloud-ს არ ვიყიდეთ, შეგვიძლია რომ ორი ან სამი საიტი მივაბად, თუმცა რა თქმა უნდა, აქვს შემდეგ უკვე შეგვიძლია ვიყიდოთ ლიცენზიაც, ხო? და უკვე იქ ულიმიტოდ შეგვიძლია რაღაც საიტების მიღმა და ეს ლიცენზია არის ერთჯერადი, ანუ არ გჭირდება რაღაც პერიოდული განახლებები ამ ლიცენზიას და ლიცენზიების. კონკრეტულად აპარატურის შესწავლა სად შეიძლება? კონკრეტულად აპარატურის შესწავლა, ესე Unify-ის სიტყვაზე device-ების შესწავლა სად შეიძლება და როგორ კონფიგურდება
ეს შეგიძლიათ თქვენით მაგალითად მოიძიოთ თქვენთან თქვენი თვე, აქვს სხვადასხვა მაგალითად Unify Ubiquity-ს აქვს თავისი ესე ვთქვათ აკადემიის საიტი, რომელშიც სრულიად უფასოდ დევს კურსები, მასალები და ასე შემდეგ და შეგიძლიათ იქიდან სწავლოთ. ასევე ჩვენ Intelcom ჯგუფი ხშირად აწყობს ხოლმე ვებინარებს, სემინარებს, გვაქვს მაგალითად Unify-სთან ამ კონკრეტულ შემთხვევაში არაფერ შუაში არ არის, მაგრამ გვაქვს MPCNA-ის კურსები, სადაც შეგიძლიათ მიკროტიკის კონფიგურაცია ისწავლოთ და ასე შემდეგ. ნახეთ კონტროლერის დუბლირება ესე რომ თქვა შესაძლებელი არ არის, იმიტომ რომ იდეაში ეს კონტროლერი არ აყენია ჩვენთან რაღაც ლოკალურ სერვერზე ან ლოკალურ სისტემაში. ეს არის ეს კონტროლერი ყენდება უშუალოდ და არის განთავსებული უშუალოდ Unify Site Manager-ი. ნახოთ, ეს არის cloud-ი, სადაც განთავსებულია ეს ჩვენი კონტროლერი. Ubiquity სერტიფიცირება იგეგმება თუ არა საქართველოში, ამის შესახებ ამ კონკრეტულ მომენტისთვის პასუხი ვერ გაგცემთ, თუმცა აუცილებლად მოვიკითხავ და გავარკვევ მაგ საკითხს. ქსელების კურსი ჩემთან არის, ანუ ესე კონკრეტულად ეს ქსელების კურსი ჩვენ არა გვაქვს, როგორც გითხარით, გვაქვს MTCNA-ის კურსი, რომელსაც კითხულობს მიკროტიკის ოფიციალური ტრენერი მიჩა ნიავაცი. VPN-ებზე ლიცენზია და support პროდუქციაზე ლიცენზია ამ შემთხვევაში არაფერი არ გჭირდებათ. უშუალოდ რაზე გჭირდებათ ლიცენზია? გითხარით, რომ დეფაულტად, ანუ ლიცენზიის ყოველგვარი ლიცენზიის გარეშე თქვენ შეგიძლიათ ჩააბათ cloud-ზე სამი საიტი, ამათ შორის აწყობთ VPN-ები და კავშირები. ხოლო თუ მეტი საიტი გაქვთ და მეტი საიტი გაქვთ ჩასაბმელი, ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ მხოლოდ ლიცენზია. დანარჩენი სხვა ლიცენზია არაფერზე არ გჭირდებათ, არც VPN-ებზე და არც რაიმე სხვა არც კონტროლერზე თვითონ. home frame-ზე თუ არ მქონდა კონტროლერი, როგორ გავაკეთო? როგორც გითხარით, ხდება ესეთი რაღაცა, რომ თქვენი cloud-ი, ანუ უნდა შეხვდეთ Unify-ის site manager-ზე, ეს არის როგორც გითხარით cloud platform-ა, ამაზე შექმნით accounts, უშუალოდ დაარეგისტრირეთ თქვენს accounts და შემდეგ ამ account-ის საშუალებით დაუკავშირდებით უშუალოდ შეხვალთ Ubiquity-ის მოწყობილობებს და თქვენი Ubiquity-ის მოწყობილობა ავტომატურად გაივლის ავტორიზაციას და ჩაებმევა იმ კონკრეტულ site manager-ს, რომელზეც თქვენ გაიარეთ ავტორიზაცია. და შესაბამისად უკვე adopt-ი და ზოგადად მოწყობილობების მართვა შეგიძლიათ უშუალოდ იმ კონკრეტული site manager-იდან. ანუ არანაირი ან on-prime არაფერი არ გჭირდებათ ამ კონკრეტული მომენტისთვის. რამდენი ხანი მიმდინარეობს, ვერ მივხვდი ეს კითხვა უკაცრავად. ხო, სავარაუდოდ სულ თქვენ კითხულობთ MTCNA-ის კურსის შესახებ, როდის იგეგმება. ამ კონკრეტული მომენტისთვის ესეთ არის ვერ გეტყვით. თუმცა მე ვეთქვი ჩვენს მენეჯერებს, რომ დაინიშნოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, მეილი და რა თქმა უნდა, როგორც კი დაიგეგმება რამე კონკრეტული კურსი, ამ მიმართულებით გაგაგებინებენ და შეგატყობინებენ ამის შესახებ.
ხო, კითხვა არის ესეთი, რომ რომელი VPN სერვისი უზრუნველყოფს 100 მოწყობილობისთვის 28-ზე კავშირს latency-ს გარეშე და იქნება ერთი dedicate IP-ზე მომუშავე. გააჩნია თქვენ აი ამ შემთხვევაში, ხო, რაზეც ახლა ვისაუბრეთ, ხო, მაგალითად რა ტექნოლოგიათაც ახლა ვისაუბრეთ, ხო, SD-WAN, Wi-Fi Site Manager SD-WAN-ს, ხო? ამ შემთხვევაში ეს ტექნოლოგიაც IP-ს სრულად იყენებს IPsec-ის შიფრაციას და IPsec-ს იმისთვის რომ ტუნელები დააყენოს საიტებს შორის და რა თქმა უნდა, აქ შეგიძლიათ რომ ერთი dedicate IP გქონდეთ, მაგალითად hub-ზე, ხო, და spoke-ებზე უკვე მაგას მნიშვნელობა აღარ აქვს, როგორც გითხრათ. კი ბატონო, ბექაპირების ფუნქცია ნამდვილად კარგი ბენეფიტი. თუმცა, რა ვიცი, ჩემი რჩევა გექნებათ, იქნება ესე ვთქვათ, რომ ბექაპი არა მარტო რაღაც cloud-ზე შევინახოთ, არამედ ლოკალურადაც რაღაც სერვერსიაც გამოდის. SD-WAN-ში VPN-ებს შორის routing-ი ამ შემთხვევაში ეწყობა OSPF, მოდი ესე ვთქვათ, Wi-Fi Site Manager-ში SD-WAN VPN-ებს შორის routing-ი ეწყობა ეგრეთ წოდებული OSPF პროტოკოლის საშუალებით. ანუ OSPF-ი მუშაობს. კიდე გვაქვს მეგობრები? მოკლედ. როგორც გითხარით, მაშინ აღარ მიწერებით ეგრეთ წოდებული კითხვებზე, აღარჩევს ჩატში აქტიურობა. და გადავიდეთ ჩვენს გათამაშებაზე. როგორც გითხარით, თამაშდება Wi-Fi-ის მართვადის switch-ი, Wi-Fi Flex Mini. და გათამაშების პრინციპი იქნება ესეთი. მე დავსვავ შეკითხვას და ამ კითხვაზე პასუხი იქნებოდა და იქნება უпроსოვეთ, რო თქვა, ჩვენ პრეზენტაციაში. მე დავსვავ კითხვას და რომელი პიროვნებაც პირველი მოასწრებს სწორი პასუხის გაცემას, რა თქმა უნდა, ეს პრიზი გადაეცემა მას. უბრალოდ თხოვნა მექნება, რა თქმა უნდა, ვახსენე ვებინარის დასაწყისში, და ეხლაც თხოვნა მექნება ესეთი, რომ ნუ გამოვიყენებთ პირად ჩატს და ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ კითხვა იყოს ანუ პასუხი უпроსტად იყოს განსმული everyone, ანუ ყველასთვის, ანუ საჯარო იყოს და არა უბრალოდ ლოკალური ჩემთვის, ანუ პირადში მომწერთ სწორ პასუხს და წერეთ გლობალში. კი ბატონო, რაც შეეხება ახლა კითხვას, კითხვა მდგომარეობს ესეთი, რომელი ტოპოლოგია კი ბატონო, mesh ტოპოლოგია არის სწორი. პირველი როგორც სანამ კითხვას დავასრულებდი, მანამდე რამდენიმე პასუხი დაიწერა უკვე, და ვეღარც მოვასწარე კითხვის დამთავრება. სწორი პასუხი არის mesh ტოპოლოგია. და პირველი სწორი პასუხი ნახოთ ვინ გავხსნა. პირველი სწორი პასუხი, როგორც ვხედავ, არის ალექსანდრე ბერუაშვილის. გილოცავთ ალექსანდრე, თქვენ შეგიძლიათ ორშაბათი პარასკევის ჩათვლით მოვბრძანდეთ ჩვენთან ოფისში 10-დან 6 საათამდე და მიიღოთ თქვენი პრიზი. კარგი ბატონებო, დაგემშვიდობებით დღეს, თუ რაიმე სხვა კითხვა არ გაქვთ, მადლობა ყურადღებისთვის და შევეცდებით ჩვენს გავაკეთოთ უფრო და უფრო საინტერესო ვებინარები, უფრო და უფრო საინტერესო თემებს. ამიტომ ხვალ გვადევნეთ, გამოიწერეთ თქვენი არხი და დავაფოლეთ. კარგად ზანდებოდეთ.